Ministro მინდა მოგესალმოთ აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს ქვეყანაში. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი შეხვედრები უკვე რეგულარული ხასიათის არის. თქვენ 2 თვის წინ შეგხვდით ბაქოში. და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ 2029-ში მონაწილეობისთვის ბაქოში, რომელიც გაიმართა 10 თვით ადრე. თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო 10 თვის განმავლობაში მესამე შეხვედრა, მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში. და ეს თავისთავად მეტყოლებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ ქართულ ოცნებას, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. გამარჯვებას და გილოცავთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანს და საქართველოს და აი ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ერები მეგობრულად და კეთილმეზობლად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წარმატებულად ხორციელდება და ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თანაცხოვრობდეს ორი მეზობელი და ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს. აზერბაიჯანმა 3.6 მილიარდი დოლარი კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობა და თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყაროდ ხდება თქვენ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის. თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში. ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. მთელს რეგიონს და განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე ვაღნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება და ექსპორტი მზარდია. 25 მილიარდი კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე, მოხმარება საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის თქვენს ქვეყანაში. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი და ეტაპობრივად გეოგრაფია ჩვენი ექსპორტის, ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად ექსპორტის მოცულობა, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობიანი მთავრობები ვართ. რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე
და იმ ინფორმაციით საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდაოდ ამისი დიდი შანსი არსებობს. ამავდროულად ჩვენს პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფლის პროექტზე ჩვენი ქვეყნები ჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება ასევე. დარწმუნებული ვარ ამაში. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. ბუნებრივია, აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ის ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპას და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას და ამდენად ეს ძალისხმევა პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში და იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, მე დეტალებში არ შევალ. მაგრამ ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მე აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა და თქვენი ძმების და მეგობრების რანგში ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება და გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალში და მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. პირველ რიგში მადლობა კულტფილმი ასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასევე არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და თვალსაზრისით ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი, სამაგალითო, მისაბაძი და სამაგალითოა ის თუ როგორ სურნავთ თქვენ აზერბაიჯანის აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მეათე ასხდომა, რაც იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან პროდუქტიული. მე მინდა მადლობა გადაუხადო აზერბაიჯანულ მხარეს კომისიის შეხვედრის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის და სწორედ ამ მეგობრობას, ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ საომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამ სულისკვეთებით და ამ საფუძვლით გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივსცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან მყარი და ურყევი მხარდაჭერისთვის ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად პრეზიდენტ ალიევს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადოთ. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის, ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები,
რა თქმა უნდა ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა საბოლოო უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი საუბარ, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შეასრულებელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება, რადგან პრეზიდენტმა აღნიშნა იმ სტრატეგიული პროექტების თაობაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ორი ქვეყნის თანამონაწილეობით და ამ პროექტებს აქვს, რა თქმა უნდა, სტრატეგიული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასეთი ტიპის პროექტების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება. ჩვენთვის, როგორც კი აღნიშნე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ბუნებრივი ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ მეტად გაღრმავება და ამ კუთხითაც ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბატონო პრეზიდენტმა აღნიშნა დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარების მნიშვნელობის თაობაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს არის, რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობისთვისაც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ორ ქვეყანას ერთად შეგვიძლია განსაკუთრებული როლი შევასრულოთ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებთ ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ორი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საუბარი მაქვს სტრატეგიულ პროექტებზე და როგორც უკვე აღინიშნა, არის მიმდინარე დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ფუნქციის მაქსიმალურად ათვისებას ჩვენი ორი სახელმწიფოს მიერ და რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი იკავებს ხუთეულში ადგილს ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს შორის. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ კომისიის ხდომაზე და ასევე ორმხრივ შეხვედრებზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობას, თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, ეს არის ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის და ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ამ მეგობრობის საფუძველზე ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე და ამისათვის, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. მადლობა მინდა გადავახედო კიდევ ერთხელ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, პირადად პრეზიდენტ ალიევს, მათი თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის და კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ ამ სულისკვეთებით ჩვენ მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, მაქსიმალური თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს დიდი იმედი, რომ წლევანდელ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში. მადლობა. Çox sağ olun.